მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და არ ვიცი არსებობს რაღაც სიგიჟის სტადიები ადამიანი სანამდე ბოლომდე გაგიჟდება რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს ეხა მე სიმართლე რო გითხრათ ეხლა ამ ფსიქიატრიაში გარკვეული იმ დოზითა ვარ რამდენადაც შესაძლებელია იმიტომ რომ ჩვენ ადვოკატებს გვევალება რომ ამ მიმართულებითაც გქონდეს რაღაც გარკვეული უნარები მახსოვს ერთხელ ერთი ასეთი საქმე დამეწერა პროკურატურაში რომ მუშაობდი ესე იგი მამა მოკლა შვილი და როდესაც დაკითხვაზე მამას ვკითხავდი ნუ ვკითხე რომ რატომ მოკლა შვილი და მან მითხრა რომ პირველი დარტყმა არ იყო სასიკვდილო მეორე იყო და ნუ პირველიო რო დავარტყიო ისა დაჭრილი იყო და მე ვიფიქრეო ამის კურნალობა ძვირი დაждდებოდაო და ავდექი და მეორეს დავარტყიო ნუ ვიხდი რომ ფსიქიურად შეშლილი ადამიანისთან მქონდა საქმე და ნუ ექსპერტიზა ჩავატარეთ მე და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ექნა დაწესებული მის მიმართ. ეხლა აი ამდენ ადამიანს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა როგორ უნდა დაუნიშნოთ მე ჩემამდე არ დადის. აი ესე იგი მთელი აი ქვეყნის პოლიტიკოსების, ექსპერტების, იურისტების საკმაოდ დიდი ნაწილი ამტკიცებს რომ ყველაფერში დამნაშავე არის ესე იგი პრეზიდენტის სასახლის ღობე. ესე იგი ყველაფერში ყოფილა აი ეს ღობე დამნაშავე თორე არავინ არ უნდა ყოფილიყო დაჟილი არც რაიმე პრობლემა არ იქნებოდა და ამას ლაპარაკობენ ეს ხალხი ეს დაბეჯითებით და ესე იგი გვიმტკიცებენ თან იქ მოაქვთ რაღაც სამართლებრივი ნიუანსებში შედიან რაღაცა იშველიებენ კანონებს აი უსმენ ზოგჯერ აი ეხლა ამ ჟურნალისტების სიმართლე რო გითხრათ ეხლა დიდათ არ გამკვირვებია იმიტომ რომ ეხლა ესენი როდის იყო რამეში გათვითცნობიერება გამოყავთ იურისტები ეხლა არ მინდა გვარსახელების დაწესება და დასახელება იცით რა არის საერთოდ უკვე აი დავიღალე ადამიანებზე რაღაცა აი კონკრეტული იცით რა აი აუგის თქმისგან რატო იცი იმიტომ რომ იმას ოჯახი ყავს ცოლშვილი ყავს ბებია ყავს ბაბუა ყავს დედა ყავს და აი ვერიდები არ მინდა რომ ვინმეს გული ვატკინო იმიტომ რომ აი რა დააშავა ეხლა იმის ბებია ბაბუა მამამ და დედა მამი და შვილმა რომ აი რაღაცა გაიგონ აი ისედაც პატარა არის ეს საქართველო და აი რა დავაშავეთ ხალხო ამდენი გიჟი და გადარეულის ხელში მაინტერესებს შეიძლება კაცო ესეთი რამე რომ ესე იგი თურმე ღობე ყოფილა დამნაშავე თურმე ღობე არ იყო მყარად რაღაცა გადაჭრილი იყო გადმოჭრილი იყო არა და პირდაპირ ეთერში უყურებდით ჩვენ როგორ აჯანჯღარებდნენ ამ ღობეს როგორ ესე იგი ეს კადრებიც ხო არსებობს ხო ნახეთ ყველა მაგრამ და ეხა იქ ითქვა კიდევაც რომ იმიტომ იყო ესეთი მსუბუქი კონსტრუქცია რომ ტურისტები დადიან და რაღაცა ისეთი რაღაცა ბერლინის კედელს ვერ ავაგებდით ჩვენავ და ეს ხალხი ამტკიცებს იმას რომ თურმე ღობე ყოფილა დასაჭერი ღობე ყოფილა პასუხისგებაში მისაცემი გეუბნებით რა და ამ დროს ჩვენ ხო მოვისმინეთ როგორ გამოაცხადეს დავიძრათო ეხლაო განსაკუთრებითო ესე იგი მამაკაცები დავიძრათო და თან იქაც ისე თქვა იმ პატაბურჭულადზე მამაკაცები ვისაც ძალა ერჩისო და წავიდეთო ავიღოთო შევიდნენ პირველი იერიში რომ მიიტანეს ამ ღობეზე მე რაღაცა იქ პოლიციამ რაღაცა შეაშყურა მე მეორე იერიში წავიდა და ეხა ღობე კი არა კაცო იმას ბოდიში და რა გაუძლებდა ამ ყველაფერს და ჯერ ერთიც ეგ ერთი და მე კიდე აი საუბრობენ უფრო მეტი დრო ძალისხმევა ყოფილი რა უფრო მეტი ძალისხმევა ეხა დანაშაულს ჩადიხარ პასუხს აგებ ჩვენ დავინახეთ რომ მაგალითად ტრამპი როდესაც იყო პრეზიდენტი იქ შეტევა რო იყო თეთრსახზე ხალხი დახოცეს იქა იარაღი გამოიყენეს აი ახლა ეს რომ ამერიკაში მომხდარიყო და ყველაფერი იარაღს გამოიყენებდნენ დახრიტავდნენ ვიღაცას და ნუ არაფერი ამას შეეგუებოდა საზოგადოება იმიტომ რომ იტყოდა რომ ეს იყო თავდასხმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ხალხი არ ჩერდება მე არ ვიცი ამდენი სულელი ამდენი გიჟი და გადარეული ამ ქვეყანას საი
საიდან არ ვიცი რა გაოგნებული ვარ სიმართლე რო გითხრა და თან ამას ლაპარაკობენ აი დაბეჭდებით აი მოусმინოთ ხალხო აი რამხელა სიგიჟეებთან აგვაქვს საქმე დიახ, ნამდვილად ქართულ ოცნებას უჭირს რეალობის აღქმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად ნახეს კადრები, როგორ იყო დაზიანებული, შეიძლება ასე ითქვას, პრეზიდენტის სასახლეში შესვლის დროს ჯებირი ღობე პრეზიდენტის სასახლისა, მაინც ამტკიცებენ, რომ რეალობას მოკლებულია ეს ფაქტები და ამბობენ, რომ ეს არის უტოპიური და რაღაც შეთქმულების თეორიებზე საუბრობთ მედია, თუმცა შაბათის ეთერის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ძალიან კარგად აჩვენა, რომ იმ დროს, როდესაც დემონსტრანტები მივიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან და რამდენიმე ადამიანმა შეეცადა პრეზიდენტის სასახლის ჯებირის მოხსნა, ჯებირი იყო დაზიანებული და ძალიან მარტივად რამდენიმე ადამიანმა შეძლო ამ ჯებირის მოხსნა და პრეზიდენტის სასახლეში შესვლა. თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამტკიცებს და სვამენ აბსოლუტურად განსხვავებულ კითხვებს, რატომ იყვნენ ეს ადამიანები იქ, აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების განცხადებები პრაქტიკულად არის დადასტურება იმისა, რომ არავინ აპირებს ამ ფაქტების გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არის ახალი გარემოებები, იმისა, რომ ჯებირი საბარაუდოდ წინასწარ იყო დაზიანებული, იურისტები, რომლებიც ითხოვენ ამ ჯებირის დაზიანებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარებას, რომ პროკურატურამ სხვა კუთხით შეხედოს და დაიწყოს გამოძიება, ეს ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ ეს არ მოხდება და კითხვები დარჩება პასუხგაუცემელი. მაგრამ განაპროვოცირება ხდება 2020 წლიდან არის ყიჟინა იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე მამაკაცური ძალა შეიკრიბოს ბოლოს შეკრიბეს 4 ოქტომბერს მამაკაცური ძალა თქვენ გესმოდათ და გაავებულებმა მოუწოდეს შეტევისაკენ არ არის ის ხობე გათვლილი იმისათვის რათა დაეტაკოს ეს გაავებული გააფთრებული მასა და გადაანგრიოს ეხლა რა არის ცით ხალხო აი ყველაფერს აქვს თავისი აი რაღაცა სინდისი ნამუსი ყველაფერი რაღაცა ხო არსებობს ამ ქვეყანაზე როგორ შეიძლება ეხლა ამტკიცო ის რომ ესე იგი თურმე აი აქ ღობის ბრალი ყოფილა ეს და აი ამ ყველაფერს ილაპარაკო თან დაბეჭდებით რომ თურმე აი ღობემ იქონია გავლენა იმაზე რომ თურმე აი ეს ყველაფერი მოხდა. ნუ არ ვიცი, აი სიგიჟე არსებობს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ეს არის განუკურნებელი ეს სიგიჟე, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი რამე ის ხალხი ვინც შეიკრიბა იმ დღეს, ეხა მე არ ვიძახი რომ ყველა ეხა ვინც იყო ყველა უნდა დავიჭიროთ მეთქი, იმიტომ რომ ამდენს პენტენციარულ სისტემას ვერ გაუძლებს იმას რო გითხრა, მაგრამ ჩვენ ხო ვნახეთ რომ ეს იყო მშვიდობიანი დამხობის დემონსტრაცია. ყველა იქ ვინც მივიდა იყო იმ განზრახულობის მისული რომ უნდა დამხობილიყო ხელისუფლება. ეხლა ამას მშვიდობიანს დაარქმევ თუ არა მშვიდობიან, დამხობა არის დამხობა. ეხლა უბრალოდ ამათმა შენიღბეს ვითომ ჩვენ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთო და მშვიდობიანიო. ეხლა მე ვერ გავიდე მშვიდობიანი გაუპატიურება რო დაარქვა დანაშაულს გაუპატიურება მშვიდობიანი იქნება გაუპატიურება არის გაუპატიურება. მშვიდობიანი მკვლელობა, მშვიდობიანი ქურდობა, მშვიდობიანი ყაჩაღობა შეიძლება და რო თქვა მე არა მე ამას მშვიდობიანად ვაკეთებ. ისი არის მშვიდობიან დამხობაზე იყო ლაპარაკი ხელისუფლების. მშვიდობიან დამხობაზე ხალხო. ეს ხალხი ყველანი იყვნენ აღტკინებული იმ განზრახვით რომ უნდა დამხო. უბრალოდ ეხლა ამათმა თვითონ ამ ბურჭულაძემ და ზოდელავამ ისეთი რამე გააკეთეს რომ არ ვიცი მართლა ეს ხელისუფლება დღეში 10 სანთელს უნდა ანთებდეს პაატა ბურჭულაძე და ზოდელავას ისეთი საჩუქარი გაუკეთა ესე იგი ამათ რომ არ ვიცი იმიტომ რომ მივიდა და სისულელე გააკეთეს სისულელე მე ხა იძახიან რომ ეს მოატყუესო თუ მოატყუეს ეგეც მაშინ მართლაც საქებარი სიტყვები ეკუთვნის უშიშროების სამსახურს რომ აი ესეთი ოპერაცია ჩაატარეს ეგ ეხლა აბა თქვენ რა გონიათ ეხლა უშიშროების სამსახური ბალსა და კეკრასა ჭამს თუ რა გონიათ ვერ გავიგე თუ არ იმუშაობდა თუ რა გონიათ იქ რო ხალხი იყო შეკრებილი რამდენი გადაწყვული უშიშროების თანამშრომელი იქნებოდა რამდენმა იმუშავა აბა მაგისთვის არსებობს უშიშროების სამსახური დიახაც მე სრულებითაც არ გამორიცხავ და დარწმუნებულიც ვარ რომ აქ ჩართული იყო და ესენი გადააგდეს ალბათ ვიღაცები გავიდნენ აქ ამათთან მოლაპარაკების ხაზზე და უთხრეს რომ მიდით კაცო თქვენ მიაწექით შეიძლება ვიღაცები ელაპარაკდნენ კიდევაც ძალის აი ამ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ოღონდ თქვენ
მიდი დაიწყეთ ეს ყველაფერი და ჩვენ ყველაფერში დაგიდგებით გვერდშიო, რაღაცა დარწმუნების მიზნით კიდე რაღაცა ისეთი რაღაცეები აჩვენეს და ანახეს, რაც უფრო ნდობაში შეიყვან და ამათ და ეს მოხდა. ეხლა ეძახეთ თქვენ მშვიდობიანი და მშვიდობიანი. მაგრამ აი ამათ სიგიჟეებს რო არ უჩანს, ესე იგი მივცეთ ღობე დავიჭიროთ, ღობე. აი ესე კი რაღაცა ღობე ყოფილა დამნაშავე. აჩნულსა გიბს ატკრიტი პირელო. აი რასაც თქვი, აი არ ვიცი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის მაგიურად რომ დასკვნები გამოიტანონ თავიანთ თავში, რომ არიან უვიცები, არიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამორჩენილები და გაუნათლებლები და უწიგნურები, რომ არავითარი მათ არ გააჩნიათ საერთოდ მიდგომები იმდაგვარი, რომ რაღაცა ხელისუფლების მიმართ გადადგა ნაბიჯები. მე ხა ამ ხალხის ძალიან კარგად მესმის, ეხლა ის ხალხით, რომლებიც მივიდნენ იქ სხვა განზრახულობით. არა კარგი განზრახულობით, მაგრამ მივიდნენ იმითი, რომ ხელისუფლება შეეცვალას, მაგრამ ეს ხალხიც გამოიყვანეს ჩალა გამოვლებული. მოტყუებული გადაგდებულები, იმიტომ რომ ამ ხალხს გონდა ეგონა რომ რაღაცა სხვა მიზანი ექნებოდა და მივიდნენ იქა, წაიყვანეს რეზიდენციაში, რა უნდა ჯერ იმ პრეზიდენტის რეზიდენცია პირველი პირი არ არის ყაველაშვილი ქვეყნის, ხო? ბარემ მისულიყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის იმაში, რა ქვია, რეზიდენციაში და იქ აეღოთ, რა შვაში ეხა, აი რომ წაეღოთ კიდე ეს რეზიდენცია რა იქნებოდა მერე, არც არაფერი. საერთოდ, როდესაც შტურმი მიდის ხელისუფლების სტრუქტურებზე, უნდა შტურმი განახორციელო წესით და კანონით იქ, სადაც არის პირველი პირის გარკვეული რეზიდენცია. აი ჩვენ გვახსოვს, რომ მაგალითად ეხა 90-იანებში, როდესაც იყო სახელმწიფო გადატრიალება, იმიტომ უტევდნენ იქ პარლამენტის შენობაში, რომ იქ იყო ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი. და იქ იყო პარლამენტი, ყველა სტრუქტურა იქ იყო და გასაგები იყო, უტევდნენ, იმიტომ რომ იქ იმის აღება ნიშნავდა ხელისუფლების აღებას, ხო? ჩვენ გვახსოვს ასევე მთავრობის სახლის შეტევა 2003-ში, როდესაც იქ დაჯგუფება შევარდნაძე სადაც იყო, ჩაის რო სვამ და იქ მიიჭრნენ. და ეხლა იქ როდესაც იცი რომ ჩვენ ქვეყნის პირველი პირი არ არის პრეზიდენტი და ფაქტობრივად არაფერს არ წარმოადგენს, ეს არის სიმბოლური რაღაცა დატვირთვა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მიდიხარ იქ და ეს ხალხიც გაუგნებული დარჩა სიმართლე რო გითხრა და ბევრი არც დაიძრა იქითკენ და ეხლა ამიტომაც არის ეხლა ამ დღეს ბევრი ესე აფასებს როგორც ეხლა ქალბატონი ეს ორჯონიკიძე ეს იზა ორჯონიკიძის ქალიშვილი, რომელიც გუმხურვალე მხარდამჭერი არის ნაცმოძრაობის, აი და ყველა ესე ფიქრობს, როგორც ეს ქალბატონი, ნახეთ, აი მოусმინეთ. გამარჯობათ მეგობრებო. თქვენ იცით რომ მაინც და მაინც ხშირად ლაივში არ გავდივარ. ხშირად კი არა, იშვიათად არ გავდივარ, მაგრამ ეხლა ვარ ძალიან აღელვებული. რაზეც წინასწარ მოგიხდით ბოდიშს ყველას, მაგრამ ჩემი აღელვების მიზეზსაც ძალიან მალე მიხვდებით. რა ხდება? მოკლედ, დღეს დილას ვნახე, ჩამიგდეს, ფრენდმა ჩამიგდო. ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ქაშიაშვილის ინტერვიუ თამარა ჩერგოლეიშვილთან. წუხელგასულა. ეხლა რა ხდება? ამ ფრაგმენტში თამარა ჩერგოლეიშვილი პირდაპირ ამბობს დაუფარავად, რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩანა ახალაიას და მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყვნენო და შიდა გარჩევები ხდებოდაო პარტიაშიო და უკმაყოფილებასაც გამოხატავდაო, ესე იგი ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს ნაწილი, ლიდერშიპის ნაწილი, სახელები არ ვთქოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ნუ ამაზე უკვე ჩემი პოზიცია გამოვხატე, რომ ეს არის ჩვეულებრივ ჩეკისტი, ეს ქალი და ამ უმძიმეს ვითარებაში რუსულ რეჟიმთან მებრძოლი ქალი ცილს წამებს მიხეილ სააკაშვილს და ბაჩანა ახალაიას. ერთი ციხეში ზის, მეორე სახლიდან არ გამოდის. და ეს ქალი ელემენტარულად იმდენად ამორალური, რომ უკვე ფსკერი გაბურღა, ხო გეუბნები, აი მაკანკალებს იბრაზისგან რა.
ჩემი მე ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ისტერიული არა ვარ. აი ისეთ მდგომარეობაში რაც ახლა ვარ, ძალიან უნდა მოინდომო და თან ახლა ისი თქმა მინდა. თამარა ჩერგოვლეიშვილი და მისი ქმარი ბიზნესთან გარიგებულები რომ იყვნენ მინიმუმ 16 წლიდან. ეს ძალიან კარგად ვიცოდით ჩვენ. ეს ქალბატონი არის მაია ორჯონიკიძე, იზა ორჯონიკიძის ქალიშვილი. ეხლა თქვენ და ლოცულებო 2016 წლიდან თუ გარიგებულია, გიგაბოკერია, აქამდე ამოგეღოთ ხმა, აქამდე რატო თანამშრომლობდით აი მაგ პიროვნებასთან? რატო იყავით მასთან ერთად იმ აქციებზე? ეხლა მათი გაღიზია არა, როგორ არა, ბევრი ხალხი აი ამ განცხადებამ, რომელზეც ეხლა საუბრობდა ეს მაია ორჯონიკიძე, აი ეს განცხადება მოგასმენინებთ აი. არა, როგორ არა, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ორჯერ მეტი იქნებოდა. ორჯერ მეტი რომ არა არჩევნები ამას გულისხმობს. არა, ხაბეშვილის, ბაჩო ახალაიას, აი ამ რაღაცა აი ახალაიას ნაწილიც ჯერ გარკვეული არ არის, მე მაგ ინფორმაცია რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ის წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ უტყვარ ინფორმაციას ავსწრებთ. აბსოლუტურად უტყვარ, მე რაც მესმოდა იქ შიგნით არის რჩევაც მესმოდა იმას ვარ. შიგნით ირჩეოდა ეს ამბავი. მოძრაობაში დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ეს მოდით ახლა ქართული ოცნების აღარ ვიტყვი დანარჩენს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ხა გამახსენდა, უფრო მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია. ჩავეტიოთ. ეხლა ამან ყველაფერი დაფქვა, რომ ბაჩო ახალაიასთან იყო ოჯახშიო, სააკაშვილისთანაც იყო ადრეო. ესე იგი, ამ ქალმა თქვა რეალურად ის, რასაც გამოძიება ედავება და რის გამოც იყო დაკითხვაზე ბაჩანა ახალაია. დღეს აი ეხლა ამიტომ გამწარდა ეს მაია ორჯონიკიძე. აი ეხლა ამიტომაც დაიბარეს შემდგომ ჩერგოლეიშვილი დაკითხვაზე, სხვათა შორის ამ განცხადებასთან მიმართებით და ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის გაშიფრული. ეხლა იმის საუბარი, რომ ეს კაცი ჭიანჭველას არ დააბიჯებდაო, დავინახეთ როგორ წაიკითხა სია, 6 კაციო უნდა დაიჭირონო. მე სიმართლე მეგონა, როცა ეს კაცი კითხულობდა ამას, ესეთი სულელიც არ მეგონა სიმართლე რო გითხრა და მეგონა ალბათ რაღაცა რესურსი მართლა გააჩნიათ ამათ, რომ უკვე მე ისიც კი ვიფიქრე, ალბათ უკვე აყვანილია ეს ხალხი მეთქი, რახან ესეთი ბრძანება გასცა, ისეთი ტონალობით ვიფიქრე, რომ უკვე ამათმა მთავრობის წევრები დაიჭირეს მეთქი, უკვე ესეც მეგონა ვიფიქრე რა, იმიტომ რომ ამნაირი ასეთ სიგიჟესაც მე ამას არ ვიცი, პატარა ბავშვი სკოლის მოსწავლეც არ გააკეთებდა ამათმა რომ ჭამეს რა და კიდევ ვატყობ რომ ეს ყველაფერი ჭამეს გარკვეული უწყებების მიერ ალბათ, იმიტომ რომ ეხა ეს ოპერაცია რო იყო ჩატარებული და ესენი რო წამოეგენ ფაქტია. და ეხლა ღობეს კი არ უნდა დაადანაშაულოთ. უტვინოები რო ხართ, ის უნდა თქვათ. იდიოტები რო ხართ, ის უნდა თქვათ. რომ არაფრის მაქნისები ბოდიში და გაგაც უკურაკეს აი რაღაც როგორც პატარა ბავშვები. დაგაგოიმეს, გითხრეს რომ მიდით აბა მიაწექით, ვინიცის მე დარწმუნებულიც ვარ რომ ის ხალხი გამოვიდა თქვენთან ხაზზე, ვინც ხელისუფლებიდან წავიდა და რაღაცა შეკპირდათ, შეიძლება ეგეც ყოფილიყო. მაგრამ თქვენ ამით დაადასტურეთ რა, ვინც ხართ ეს ლიდერშიპი, რომ იდიოტები ხართ. კაცი რომ იმას იტყვის რომ მეო რა ქვია 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრებ ხო? იცით რა არის? მართლა დაამთავრეთ თქვენ 4-ში. ეხლა რაღაც ახალი გაერთიანებები იქნება, ვიქტორ ჯაფარიძე გამოჩნდა, ეხლა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ლელო, შმელო, იქ რაღაცა არმასახლედიანი, ყველა სულელი როგორ იყრის ამ პოლიტიკაში თავს მე არ ვიცი, ქართული პოლიტიკა აღმოჩნდა ყველა აი ხელმოცარული, ყველა ესე იგი რაღაცა უარგისი, უმაქნისი ადამიანების რაღაცა ეს არის, რაღაცა ეს პოლიგონი ქართული პოლიტიკა. აი ქართული პოლიტიკა არის არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების რაღაცა გარკვეული ორბიტა, არამედ არის აი ამ ადამიანების რაღაც საასპარეზო საჯილდაო ქვა. და ჩვენ ვართ აი ცუდ დღეში რომ აი ეს ხალხი აი ეს ზიანს აყენებს ქვეყანას თავიანთი მოქმედებებით. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი გადაცემის სტუმარია მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შაბერაშვილი. მოგესალმებით ბატონო სოსო. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მივესალმებით ძვირფას ტელემაყურებელს და უსურვებ მშვიდობიან საღამოს. ბატონი სოსო, რაღაც გარკვეული პერიოდი არ იყო ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეხლა ყველაფერი რიგზეა
მე მინდა დიდი ხნის სიცოცხლე ჯანმრთელობა მხნეობა გისურვოთ ბატონო სოსო ძალიან მშვენივრად გამოიყურებით ძალიან მებრძოლად მედგრად და იმედია რომ ასევე გააგრძელებთ რიჯინაზე. ახლა კი მოდი ამ თემებზე ვისაუბროთ რაც ჩვენთან ახლა პირველად ახართ სტუდიაში ამ ამბების მერე რაც გახორციელდა. რა სიტყოდით ახლა ერთმანეთს დაერივნენ აგერ განცხადებები კეთდება რომ ესე იგი თურმე ეს ყველაფერი ყოფილა ახალაიას სახში დაგეგმილი რაზეც პრინციპში ის სატელეფონო თუ ის სატელეფონო ჩანაწერიც მოწმობს. არ ვიცი რა შეფასებას გაუკეთებდით თქვენ ყოველივეს. მე გამიგია დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია, გამიგია ინგლისის პურიტანული რევოლუცია, გამიგია საფრანგეთის დიდი რევოლუცია, ვარდების რევოლუციაც გამიგია, ნარინჯისფერი რევოლუციაც გამიგია, კედრების რევოლუციაც გამიგია, მაგრამ ავადმყოფების რევოლუცია პირველად გავიგე. და ჩემი თუ არ გჯერათ რომ ეს იყო ავადმყოფების რევოლუცია კითხეთ არა მოусმინეთ მათ ადვოკატებს აბსოლუტურად ყველა დაპატიმრებულის ადვოკატი იძახის რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ავადმყოფიო ზოგი ავადმყოფია ფსიქიურად ზოგი ავადმყოფია გულით ზოგი ავადმყოფია თირკმელით ზოგი ავადმყოფია კენჭის გავლით და ასე შემდეგ და ავადმყოფებს მეგობრებო რევოლუცია ჯერ არ მოუხდენიათ. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დროს ვალოდია ულიანოვი რო ავადმყოფი ყოფილიყო, ლეიბა ბრონშტეინი, ტროცკი წოდებული ავადმყოფი რო ყოფილიყო, იმ რევოლუციას ვერ მოახდენდნენ. რევოლუციას ახდენდნენ ჯანმრთელი ადამიანები და სხვათა შორის მაგარი ზურგამაგრებული ადამიანები და აი ბატონმა ნიკოლოზმა რო თქვა ახლა რომ მოითხოვეს 6 ადამიანის დაპატიმრებაო მაშინ მე ერთ-ერთ ტელეარხზე ვიჯეგი ზუსტად მაშინ და იქ გავიგე და მე მეგონა რომ ბიძინა ივანიშვილს ნომერ პირველად მე-6 ნომრად დაასახელეს ბიძინა ივანიშვილი ვითომ ბიძინა ივანიშვილი იყოს ვინმე უბრალო ესე ბიზნესმენი რა ჯერ ერთი უტვინობა ჯერ აქედანაც განსაზღვრეთ რამდენად უტვინოები არიან და მეორე მამაკაცური ძალა გჭირდებაო წავიდეთო და პრეზიდენტის სასახლის გასაღები ჩავიბაროთო და დაკითხვაზე სასამართლო დაკითხვაზე რასაც ხადებს ბატონი ბურჭულაძე იმისი რა ქვია პუტინის ბულბული ნახეთ რასაც ხადებს მეო იქო გადავედიო რომ მოანგრიესო ჯებირიო პრეზიდენტის სასახლისო გადავედი და ყველას ვეხოცებოდი დატოვეთ პრეზიდენტის სასახლის ეზო და ცალკე მევაჩერებდიო გადახტარ ადამიანებსო ცალკე მურთაზოდელავა აჩერებდა ვინ გონიათ თქვენ ქართველი ხალხი ან ქართველი მოსამართლეები ქართველი პროკურორები ან საერთოდ ქართველი ტელემაყურებელი ვინ გონიათ თქვენ მოუწოდეთ რამოდენიმე წუთის წინ წავიდეთ და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო და მე ამბობთ რომ შეცვივდა იქ ხალხიო ვეხოცებოდით გადი აქედან რა არის საბავშვო ბაღის უფრო ჯგუფელი არ იკადრებს ასეთ სისულელეს და მე ვიტყოდი რომ ინფანტილები არიან მეთქი ბავშვურად მოაზროვნეები არიან მეთქი მაგრამ როგორ შეიძლება საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე ვთქვა სისხლის მსვლელ პროკურორზე ვთქვა მურთა ზოდელავაზე რომ ის თურმე ინფანტილიზმით ყოფილა დაავადებული და ბავშვურად აზროვნებს ან ეგრეთ წოდებულ რუსულ სოფლიო ბანზე სინამდვილეში რუსულ ბანზე პაატა ბურჭულაძეზე რომელმაც გაძარცვა იავნანათი ბავშვები შეუჭამა მათი კუთვნილი ფული რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ჯიბიდან იღებდა და აი ეს გულხურვალე და ალალად ყრიდნენ აი იავნანას ყუთები რო იყო ყველა მარკეტში ყველა მაღაზიაში იყო თითქმის ყრიდა ჩვენი ხალხი და წირავდა ამ ბავშვებს თავის დანაზოგებს აი ეს ფული შეჭამა და როგორ თქვა ეხლა რომ უიმე ბავშვურად აზროვნებსო მაგრამ ადვოკატებს უსმინეთ ხალხო ყველაზე ამბობენ რომ გიჟია ჩემი დაცვის ქვეშ არის გიჟი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არის ავადმყოფი ჭირს დემენცია მე რა არის ბატონო სოსო იცით თუ ყველა მე რომ ჯანაშაოს ჩაიდენენ კაცო მე ყველა ჯანმრთელობას უსურებ და მე არავის სიკვდილი არ მინდა მაგრამ ზოგს სიმსივნე აქვს ზოგი ჭკუჭი აქვს აშლი ზოგს რაღაცა თირკმელი აწუხებჭო თუ ცუდად ახარ ხო რას მიდიხართ რა გიდათ მე ისე უწყინარად გამოიყვანენ ეხლა ეს კავკასიის ტელეკომპანია კავკასიის დედოფალი გამოვიდა ჯანგირაშვილი და
იქ არაფერი არ ხდებოდაო, კაცო, ვითომ მე მოუწოდებდი იმას, იმ ხალხს მიდით ეხლა დავიღოთ სახელმწიფო დაწესებულებები. გადატრიალება, კაცო, ეს იყო ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი რა, ღობე. ზომოთ ეხა ღობე, ვინ გახერხა, არ მესმის. სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ მათი პირიდან ამოვიდა ეს სიტყვები ხა ყველა ვნახეთ ეთერში, რომ წავით ეხა ორბელიანების სასახლეში, აი რა უნდათ ორბელიანების სასახლეში. ვინმე ამიხსნას, სულ რომ გაეღოთ იქ ჭიშკარი და შეეშვათ ეს ხალხი, რა უნდა ეკეთებინათ ორბელიანის სასახლეში. აი ეხლა სინდისი და ნამუსიც კაი საქონელია რა როგორ იმას იზამენ რა რაღაცა გააბითურებენ ამ ყველაფერს რომ მე აი ეს აიცილონ პასუხისგებლობა ეს არის ყოველად წარმოუდგენელი რა მეგობრებო და აი მე ყველაზე სასწაული რა არის იცი აი რო ვიძახი გიჟების ეს არის მეთქი კაცო მე ამითი აი ფსიქიურად იმ შერყეული ბოდიში და აი ნიძულებით კურნალობა ის ხალხი ზოგი აგრესიულიც არ არის ზოგი აი სტადიებია ზოგი არის აგრესიული ბოდიში და მდგომარეობაშია როდესაც ეს საშიშია საზოგადო ზოგი არის უბრალოდ ნუ თავისთვის აი ესენი ეხლა თქვენ თვითონ გასაგებთ ესენი ეხლა აგრესიულები არიან თუ არ არიან აგრესიულები მოусმინეთ ეხლა მათ აქციაზე მივდივარ გავემზადე ჩემს მეუღლე ინგას ველოდები ასეთი უჩვეულო ჩართვა კი არა ვიდეო ბლოგი მაქვს ბოლო ახლა 2 საათი ხდება ხო 2 საათი ხდება 3 დაიწყება მალე ჩვენ როგორღაც უნდა ვიპოვოთ ძალა ჩვენში რომ სწორედ აქციებით ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა გადავაგდოთ ხო ანუ მოვისცილოთ მშვიდობიანი აქციებით მეთქი ასე ვიტყვი ბატონო რომ ბრუტალურ მის ძალას ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვუპირისპირებთ. ძალიან ძლიერია ეს ხელისუფლება. ესე იგი, მე თქვა რომ მე და ინგა მივდივართ და ინგას ეთყობა ჭკუა ეყოთ არცავ. მარტო და აქციაზე და ესე იგი, ბატონო ჩემო, აი ტაბლიაშვის მიმართო რა. ინგას დაუჯერეთ რა. იმ მურტალოს ინგას კი არა, თქვენ ინგას დაუჯერეთ, რო არ გამოყვათ იმ აქციაზე რა. ცოლს მაინც დაუჯერეთ, ზოგმა საყვარელს დაუჯერეთ, ზოგმა ცოლს დაუჯერეთ. სირცხვილია ხალხო, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა იაფარულავას როგორ აღმოაჩნდა თქვენზე მეტი ტვინი კაცმა, ხალმა, მე არ ვიცი, ასე გამოიყენა ყველაფერი სააკაშვილთან ყოფნა გამოიყენა იმითი რომ შვენიერი სასტუმრო აქვს აგერ ქისიო, იქ აი ძველ თბილისში. ნებიურობს იქ იმ დღეს ვანახეთ იმას თამაშობს, მაფიის ღამეს თამაშობს რუსებთან ერთად. ამ რუსებს ხო აგინებენ და მე საღამოს იქ სასტუმროში რუსები რო ეწევიან, თვითონაც არიან ჩართულები ამ მაფიის თამაში. აი, არ ვიცი, სასწაული საქმე და სასწაული ვითარებაა და აი ხლა მე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომ აი ეს სიგიჟე, ეს რუსოფობია, რომელიც გადმოდის, თან ამ რუსეთში ფული შოვნა უნდათ. სასტუმროები უნდათ რუსი ტურისტებით. ზოგს ბოდიში სხვა რამე ჭირდება რუსების ხო და ზოგს რუსი საყვარელი უნდა, ზოგს რუსის ფული უნდა, ზოგს რუსულის უნდა, ყველაფერი უყვართ ეს რუსული ვერ ცილდებიან, მაგრამ იქ ფულს რო იხდიან ამ რუსების გინებაში, ესეც უნდა გააკეთონ, აბა სხვანაირად როგორ შეიძლება. ჩვენ ხედავთ ჩვენი საზოგადოება ამ რუსის ძახილით, ხომ? სინამდვილეში არ არის მოგონილი საქართველოში, არის იმპორტირებული უცხოეთიდან, როგორც 100 წლის წინ ბოლშევიზმი იქნა იმპორტირებული დასავლეთიდან, სხვათა შორის მაშინაც. ეს არის რეკეტი, რუსულ სტილში ჩატარებული რეკეტი და რუსული პოლიტიკის განტარებელი მთავრობა. აქაური რუსული რეჟიმი და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს. რუსო-ირაკლი რუსული რეჟიმის დამარცხება. რუსული ოცნებას დაევალა. რუსული ოცნება არის ქცეული კრემლის ფილიალად. რუსული ხელისუფლება რუსული სტილის ჭაობში. ის კანონები, როგორც ჩანს, აშკარად შეესაბამება რუსეთის კანონს. აი ხო ვიძახი ესენი გიჟები არიან მეთქი რა. საკუთრებით ეს რეჟისორს უეძახის თავისუფლად. გიჟი არა. ეს
შეშლილი სახით რუსო ეს ეხლა მამუკა ხაზარაძე მთელი ცხოვრება ამ საბჭოთა ნომენკლატურაში გაიზარდა კავშირელი იყო მთელი ცხოვრება ლენინურ პარტიული ხაზით დადიოდა მე არ ვიცი რაც მაგი რუსეთში დამყოფია და ფული აქვს ნაშოვნი მე არ ვიცი იმდენი ვინმე მიშოვა რუსეთში ბიზნესები აქვს ამათ და იძახიან რუსებს აგინებენ რუსებს ლანძღავენ მე არ ვიცი აი სასწაული სიტუაცია ბატონო სოსო და არ ვიცი აი იმან იცოდა თქმა ჩვენმა სახელგანთქმულმა მსახიობმა თქვენ კარგად იცით რომ აი გვეშველება ბატონო კახი რამე კახი კავსაზე აი ამათ ეშველებათ რამე ამდენი ფსიქიატრიული ნაღდათ ვერ აშენდება იმიტომ რომ იმდენად ბევრი არიან რომ ერთი და ორი ნამდვილად არ ეყოფავთ რა გახსოვთ მიშა სააკაშვილმა რომ დაანგრია ხო აბა დაანგრია და ამათ ავლიპ ზურაბაშვილი ვერ უშველეს ხო არა ჩვენო ფსიქიატრიული ავადმყოფები აღარ აკვყავს მიშა ამბობდა და რა არ აკვყავს აგერ პირველი გიჟი თვითონ იყო არა რა თქმა უნდა თვითონ კი მაგრამ გეუბნებით მე თქვენ ხალხო გიჟების რევოლუცია ავადმყოფების რევოლუცია აბა ეხლა ავადმყოფი თუ არა ხარ მართლა რა სერჩი იმას რა პრეზიდენტის რეზიდენციას კარგი პრეზიდენტის რეზიდენციას ერჩი არ იყო თურმე კარგად დამაგრებული ღობე აი იმ კაფეებს და რესტორნებს რაღაც ერჩი იქ კერძო ადამიანებს რო კაფეები ქონდათ რესტორნები ქონდათ ბანკის ვალით მაგიდები ქონდათ ნაყიდი სკამები ქონდათ ნაყიდი ნარგავები ქონდათ გაკეთებული ყველაფერს ერთად მოუყარეს თავი ჯიბეში ქონდათ რაღაცა მასხურებელი, სადაც არ ვიცი სალიარკა იყო თუ რა ცეცხლ აალებადი ზეთი იყო თუ რა იყო არაფერი, მიასხეს და დაწვეს, გაუნადგურეს ამ ადამიანებს, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს გაუნადგურეს ქონება. ეს რა გიჟი არ უნდა იყო ეს რომ გააკეთო და საკუთარი სამშობლო შეიძლება ესე გძულდეს თუ ნორმალური ხარ, თუ გიჟი არ ხარ. შეიძლება საკუთარი სამშობლო ესე გძულდეს, როგორც ამათ ძულთ. წარმოუდგენელი ამბავია. ეხლა ბატონმა ნიკოლოზმა რო თქვა რომ რუსეთში აკეთებენო იმასო რა ქვია ბიზნესს აკეთებენო და ადრე ფულს შოულობდნენ და ასე შემდეგ. რა გასაკვირია ქართველი ვითომ პროდასავლელები სინამდვილეში რომ რუსეთში არიან გამოკვებილები და გამდიდრებულები და ასე ვთქვათ, ეპოლეტებ ნაშოვნები არიან და ყველანაირი წოდება, რაც კი რუსეთის და საბჭოთა კავშირის მთავრობას ჰქონდა, მიღებული აქვთ, მაშინ როცა ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლე, ქმარი, უზარმაზარ ბიზნესშია ჩართული რუსებთან. და როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენს კითხეს, რომ რა არისო შენი ქმარიო რომ რუსეთში ბიზნესს აკეთებსო და თან მილიონებს ატრიალებს უბრალო ბიზნესი კი არა აქვს რაღაცა ნავთობ და გაზის კომპანიებშია ჩართული მე არ ვიციო ჩემი ქმარი სად დადის და რას აკეთებსო ხო წარმოგიდგენიათ ესე ქალმა არ იცის ქმარი რას აკეთებს და რა გასაკვირია რომ მეორედ დადგა უკვე მისი იმპიჩმენტის საკითხი ევროპარლამენტში და ეხლა აპირებენ რომ მესამედ დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ რომ ის ანგრევს ევროპას ანგრევს ზოგადად და ეხლა კიდე მინდა გითხრათ იქ გამოსულ მომიტინგეებთან დაკავშირებით. ეხლა მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ყველა ვინც იქ იყო მისული, ყველა გიჟი იყო და ყველა არანორმალური იყო. მე მოვისმინე ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე, ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის აზრი, რომელსაც მოითხოვა მიკროფონი და თქვა ესეთი რამე, რომ ნახა რა ხდებოდა პრეზიდენტის სასახლესთან. აიღო მიკროფონი და თქვა, ხალხო, ახალგაზრდებო თუ ძველგაზრდებო ნახეთ რა ხდებაო. ჩვენო სახედრები ხო არა ვართო ზევით ქვევით რომ დაგვატარებენო და უშედეგოთო მეო გამოვედი აქო იმიტომ რომ მეგონაო რომ მართლა რამე შეიცვლებაო. და სახედრები ხო არა ვართო ანუ კულტურულად თქვა სინამდვილეში თქვა ვირები ხო არა ვართო რომ აღმად დაგვატარებთო რა. დაუძახებენ ამ ახალგაზრდებს გააბრიყვებენ, გაასულელებენ და გამოცდილება ამათაც არ აქვთ და გამოცდილ ადამიანებს კიდე ყურს არ ათხოვებენ და არ უჯერებენ და აიყვანენ ზევით, ჩაიყვანენ ქვევით, მერე რაღაცა ვითომ შტურს განახორციელებენ, მერე სიას გამოაქვეყნებენ, ეს ხალხი დასაპატიმრებელია, დასაჭერიაო და ნახეთ ბატონმა ბურჭულაძემ რა განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკეო ჩვენ მორჩილებაში გადმოდის რომ ჩვენ ვართო უკვე ახალი მთავრობაო ხო წარმოგიდგენიათ
აი ამის თქმა თუ რაიმე საფუძველი არ აქვს შეიძლება 2003 წლის რევოლუციის დროსაც კი ვარდების რევოლუციის დროსაც კი მე იქ ტრიალებდი იმიტომ რომ მე იმ პარლამენტის წევრი ვიყავი რომელიც შემდეგ სააკაშვილმა დაითხოვა აბსოლუტურად უკანონოდ და მეორე უკანონობა ჩაიდინა კიდე ნახევარი დაითხოვა და ნახევარი დატოვა ანუ ნახევარი გაყალბებულად გამოაცხადა და ნახევარი კანონიერად გამოაცხადა ესე იგი მაშინაც კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აჯანყებულების მხარეზე არ იყვნენ შევარდნაძეს იცავდნენ ნუ შევარდნაძეს როგორ კანონიერ ხელისუფლებას იცავდნენ და რომ არა თვითონ შევარდნაძე ამ რევოლუციას ვერ მოახდენდნენ ესე იოლად არ იყო მაშინაც საქმე ჯერ ერთი ნახეთ რა მოხდა პარლამენტის ხდომა მიმდინარეობს გარეთ არის მიტინგი გაიღო კარი და შევიდნენ პარლამენტში ნაცმოძრაობის წევრები ნუ გასაგებია ისინი დეპუტატები იყვნენ და უნდა შესულიყვნენ მაგრამ ნახეთ დაცვამ რა გააკეთა დაცვა იყო განიარაღებული მე ვიცნობ დაცვის ერთ-ერთ მაშინდელი დაცვის ერთ-ერთ წევრს რომელმაც პირდაპირ გვარს არ დავასახელებ პირდაპირ თქვა განგვაიარაღესო ხო ვიყავით შევარდნაძის დაცვაო და იარაღი ხო უნდა გქონოდაო მზადდებოდა შევარდნაძეზე თავდასხმაო განგვაიარაღესო და შემდეგ ნახეთ რა ხდება კარი გააღეს და ხო შეუშვეს პარლამენტის დეპუტატები სააკაშვილი და იქ ვინც იყვნენ ნაწები ხალხის ბრბოც შეუშვეს და შეუშვი დეპუტატები და შემდეგ გადაკეტე არა ყველა შეუშვეს იმიტომ რომ მაშინ ეს მოსახდენი იყო მაშინ თვითონ ედვარდ შევარდნაძის ხელდასმით მოხდა ეს ყველაფერი და ვისაც ჩემი არ ჯერა ახლა ზოგს ჩემი არ ჯერა და მეუბნება საიდან იგონებ ამასო აიღეთ ედვარდ შევარდნაძის მემუარები რომელიც ისევ იყიდება ჯერ კიდე რა ქვია გასაყიდი ბაზიდან არ არის ამოღებული აიღეთ გადაშალეთ და ნახეთ რა წერია იქ პირველ გვერდზე არის გამოქვეყნებული ჯორჯ ბუში უმცროსის წერილი ედვარდ შევარდნაძისადმი სადაც წერს ბატონო შევარდნაძე დიდ მადლობას მოგახსენებთ რომ გადადექით და ხელისუფლება დაუთმეთ თქვენს მიერ აღზრდილ ბიჭებსო თქვენს მიერ აღზრდილ ახალგაზრდებსო ესე იგი პირდაპირ პრეზიდენტი ბუშიც კი ადასტურებს რომ ედვარდ შევარდნაძემ ხელისუფლება დათმო ანუ ვარდების რევოლუცია იყო ჩაწყობილი და თან როგორ ჩაწყობილი მე რომ ვამბობ რომ ეს ნაცმოძრაობის ძირითადი ბირთვი რუსეთის აგენტები არიან მეთქი და ამაზეც არ მიჯერებს ზოგი მაშინ გაგახსენებთ კიდევ ერთ რაღაცას ეხლა ახალგაზრდებმა არ იციან მაგრამ ცოტა უფროსი ასაკის ადამიანებმა ხო იცით და ხო გახსოვთ რევოლუციის პიკის დროს აპოთეოზის დროს საქართველოში ჩამოვიდა იგორ ივანოვი ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ქართველი ხალხი ვინც იქ იყო ეხლა მთლიანად ხალხზე არ ვლაპარაკობ ვინც იქ იყო ისე იყვნენ გაბრიყვებულები რომ მიშას ხო ბღაოდნენ ზურას ხო ყვიროდნენ და ნინოს ხო ყვიროდნენ დაიწყეს სკანდირება იგორ ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდირება დაიწყეს და ამ დროს ყველა ამბობდა რომ ჩვენ იმიტომაც ვართ გამოსულები აქ რომ პროდასავლური პროამერიკული და პროევროპული ხელისუფლება გვინდა მოვიყვანოთ ჩამოვიდა იგორ ივანოვი დაითანხმა შევარდნაძე გადადგომაზე დაადებინა პირობა სააკაშვილს ედვარდ შევარდნაძეს არ შეეხებოდა და მოხდა ასე რევოლუცია კი არ მოხდა ჩაწყობილი ეხლა შემდეგ ნახეთ აჭარაში რა მოხდა ასლან აბაშიძეც ვერ მოარყიეს და ვერ დაძრეს ადგილიდან რომ შეცვლიდნენ აჭარაში და დაიწყეს აჭარის ძარცვა სინამდვილეში საძარცვავად შეიჭრნენ იქაც ჩამოვიდა იგორ ივანოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრორუსი ასლან აბაშიძე ჩასვა თვითფრინავში და წაიყვანა ესე იგი რა გამოდის რომ რუსეთის აგენტურა ყოფილა ეს თუმცა რა თქმა უნდა დასავლეთის ხელდასმითაც მოხდა ეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია სინამდვილეში ვარდების რევოლუცია უსისხლოდ მოხდაო სააკაშვილი რო ამბობდა და გახსოვთ ალბათ რაღაც ყავისფერი კურტკა ეცვა სინამდვილეში ეს ყავისფერი კურტკა რა იყო იცით ეს იყო ბრონე ჟილეტი ჯავშან ჟილეტი იყო იმიტომ რომ შემდეგ
ოქროაშვილი როცა გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენთან იყო კონტაქტში, ანუ ის რომ დააპატიმრეს, იმის მერე დაიწყო მთელი ჩვენი აქციები, გაერთიანებული ოპოზიციის აქციები და მაშინ მოგვიყვა ოქროაშვილი, ბატონო ოქროაშვილმა მოგვიყვა. იარაღი შეტანილი იყო. მშვიდობიანად იმიტომ დამთავრდა, რომ შევარდნაძე არ გაუძალიანდა არავის. აი ამ რევოლუციონერებს, თორე იარაღი შეტანილი იყო, როგორც ეხლა აი სამალავში რო აღმოაჩინეს იარაღი და ვერ მოახერხეს იქიდან ამოღება და მომიტინგეებისათვის დარიგება, თორე იქ რო ტყვია გავარდნილიყო, საშინელი მსხვერპლი დამთავრდებოდა 4 ოქტომბრის ამბავი. და როდესაც იარაღი შეიტანეს, მზად იყვნენ მაშინ ყველაფრისთვის და იცით ეხლა თქვენ ყველა ზვირფასო ტელემაყურებლები მოსმენილი გაქვთ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ლაპარაკი ნიკა გვარამიასთან, როდესაც რუსთავიორის ალყა ხორციელდებოდა. მოკალით ქალი, მოკალით ბავშვი, მოკალით ორსული ადამიანი და რომ გაამწაროთ ხალხი. გესმით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველაფრის მკადრებლები არიან და ერთხელ, როდესაც მე განვაცხადე, რომ ეს ხელისუფლება, იცით ვინ არის მეთქი? სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, როცა ეს თქვი. იცით ვინ არიან მეთქი? მოაბეს ადამიანს ქვა და პალიასტრომში ცოცხლად ჩააღჩეს მეთქი, არ მიჯერებდნენ და როდესაც ეხლა ცოტა ხნის წინ კომისიაზე, წულუკიანის კომისიაზე გამოვიდა დედა და თვითონ თქვა, ჩემ შვილს მოაბესო, ქვაო და პალიასტრომში ჩააღჩესო და საფლავიც არის ვიცი სად არისო, ჩემი შვილისო და ცხედარიც არ გადმომწესო, ეხლა მაინც ხო დაიჯერა ყველა. ბატონო სოსო, აბსოლუტურად გეთანხმებით ეხლა თქვენ საერთოდ გამოსვლაში და ერთი რამე უნდა ითქვას რა, აი ყველაზე უფრო საშინელება იცით რა არის, აი როდესაც გამოდიან ესენი და ლაპარაკობენ რომ აი ევროპას რო აკრიტიკებთო და ევროპელებს აკრიტიკებთო, რატო აკრიტიკებთო რა ევროპაო არ არისო დემოკრატიის აკვანი, ევროპაში რამდენი რამე არის კარგი. აი ახლა მეგობრებო, აი ამ ევროპაში ერთ-ერთმა, თვალსაჩინო და ეხლა ჩემთვის ეგენი არაფერს არ ნიშნავენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გარკვეული რენომე მაინც გააჩნია, დააჯილდოვა ევროპულმა ერთ-ერთ ინსტიტუციამ დააჯილდოვა ეს მზია ამაღლობელი. ქალი, რომელმაც ცილა გააწდა არა მარტო პოლიციას გებუაძეს, პოლიციას გააწდა, სახელმწიფოს გააწდა ცილა. აი შეიძლება ხალხო ამ ამბის მერე საერთოდ ამაზე ვილაპარაკოთ რაღაცა გარკვეული ცოტა სხვაგვარი ჭრილში გეკითხებით. აი ნახეთ ეხლა აგერ რუხაძე აიყვანეს ყოფილი მეცხრე არხის ჟურნალისტი, ნახეთ. Now to invite two representatives of the Georgian resistance movement and the independent media in Georgia, Tamar Ugadze and Sabel Rashvili. Please, the floor is yours. Excellencies, distinguished guests, ladies and gentlemen, it's a great honor to stand here before you at the Forum 2000 among such remarkable people and accept this award for courage and responsibility on behalf. ეს არის მეგობრებო, აი არ ვიცი, თავს ლაფის დასხმა ქვეყნისათვის, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა აი ამ ყველაფერს წვანე შუქი აუნთოს ქვეყანაში, რომ იმიტომ იყო მე ამ რატიანმაც იგივე სილა გააწნა იმ შემდგომში პოლიციას და ეხლა მე აი ამ ზია ამაღლობელთან დაკავშირებით ხო იყო ლაპარაკი, რომ შეაფურთხაო დგებუაძემო ეს ბრალდების ხარელო ლაპარაკობდა, ხო გახსოვთ რომ შეაფურთხაო და იმიტომ გასაო პასუხიო სილაგა. ეხლა მე 1000 ეს ჩამივარდა ხელში ეს სილის გაწრის ვიდეოები და გუში წავაწყდი ბათუმელების აი ამ ვიდეო მასალას და აი ეხლა აქ ნახეთ, მიდის ლაპარაკი ამ დგებუაძესა და ამაღლობელს შორის
და ეს აქალი ადგა და ეგრევე გაარწდა სილა. ისე რომ არც ვიღაცას აქ არც შეფურთხება, არც რაიმე შეურაცხყოფა. აი უყურეთ ეხლა ნახეთ ეს ბათუმელებმა როგორ დადოს ისი თავიანთი გასამტყუნებელი ვიდეო. ნახეთ აი. ბაბაიძე გიორგი, ბრალი. მოაგინე პოლიციელებს, ხო? მე დამაკავა. პოლიცია იგი გებუაძე ეუნება რომ პოლიციას რო აგინეო. თან მიდის უყურეთ, გებუაძე მიდის, მოაბრუნას, ესე იგი და დაარტყა ის. აი კიდე ერთხელ უყურეთ ხალხო ამას. ეს ვიდეო პირველად მქონდა ნანახი, ესე ახლოს და აი ეს არ ჩანდა ეს საუბარი რა იყო. აი ნახეთ მოусმინეთ. ბაბაიძე გიორგი, ბრალი. მოაგინე პოლიციელებს, ხო? მე დამაკავა. პოლიცია რო ეხლა ყველაფერი აი ამას რო უყურებ, მერე განცდა გეუფლება რომ ადამიანს რომ აი რა საშინელ დღეში არის ჩვენი ქვეყანა, რომ აი ესეთი მტარვალები რო ებძვიან და მერე აი გამოყავთ ეს ქალი გმირად. ქალი რომელმაც ესე კიდე ერთხელ ვიმეორებ, ამბობს იმას, რომ მეო გმირი ვარო, იმიტომ რომ მეო ამითიო რაც გავაკეთეო, ეს იყო გმირობაო. რა არის ხალხო აქ გმირობა გეკითხებით? აი ეს გმირობა იყო, რაც ახლა ამ ადამიანმა გააკეთა? აი რა იყო აქ საგმირო? კაცი მიდის ეუნება შენო რაღაცა გაბაიძეზეო, რაღაცა თქვიო ეს რაღაცა თემაზე არის საუბარი, ეს დგებუაძე ელაპარაკება, მოატრიალა კაცი რომელიც მიდიოდა, მოატრიალა და შემდგომში რომ მოატრიალა უკვე ნახეთ ჩვენ რომ როგორ წარიმართა პროცესები. აი ხა მე მინდა რომ იცით რა არის იმ დღეს სხვათა შორის იყო აქ საუბარი სხვადასხვა თემებზე და მინდა რომ იცით რა ვთქვა რომ თუ თქვენ ვერ გძნობთ რომ პოლიციელის დაკნინებას და პოლიციელების დაკნინებას რა შედეგი მოყვება, ჩართეთ 92-11 წლის მოვლენები. სახელმწიფო როდის დაემხო, იცი? პოლიციელებს რო პანჩურებს ურტყამდნენ, პოლიციელებს რო ბოდიში აი როგორც პატარა ბავშვებს ისე ექცეოდნენ, იარაღს რო ართმევდნენ და მერე შემდგომში მივიღეთ სახელმწიფო გადატრიალება. აი ეს უნდათ ამათ ბატონო. ხო, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ ხვდება, ბევრს ახლა ძულს პოლიცია, მაგრამ ძულს ერთია, შეიძლება ზოგს პოლიცია ძულს, შეიძლება ზოგს პროკურატურა ძულს. ეხლა გასაგებია ამას წინათ უსმენდი პეტრე მამრაძე გამოდიოდა და ამბობდა რომ ჯაბა იოსელიანსო პროკურატურა ძულსო. ეხლა ზოგს პროკურორი ძულს, ზოგს პოლიციელი ძულს, მაგრამ სახელმწიფო რაზე დგას, ძვირფასო მეგობრებო? სახელმწიფო დგას ზუსტად აი ამაზე. და რაც შეეხება უშიშროებას, მოდი გავიხსენოთ უცხო სახელმწიფოებს დავანებოთ თავი. რომ საბჭოთა კავშირი ბერიას დაზვერვაზე და ბერიას უშიშროებაზე რო იდგა, მთელი სიძლიერე ეს იყო. დავანებოთ ამას თავი და ჩვენი საყვარელი დავით აღმაშენებლის ისტორია გავიხსენოთ. დავით აღმაშენებელმა შექმნა ეგრეთ წოდებული მსტოვართა სისტემა, ანუ სახელმწიფო უშიშროება შექმნა, რომელსაც მსტოვართა ინსტიტუტი ერქვა. ანუ სად რა ხდებოდა? დავით აღმაშენებელმა ყველაფერი იცოდა აი ამ მსტოვართა ინსტიტუტის, ანუ უშიშროების მხრიდან. ამიტომ გძულს შენ უშიშროება, გძულს პოლიცია, გძულს თუ ვინ გძულს თუ რა გძულს. ეს ინსტიტუტები თუ არ იმუშავებენ და თუ არ იქნებიან ძლიერები, სახელმწიფო არ იარსებებს, რა თქმა უნდა არმიასთან ერთად. ამიტომ 90-იანი წლები და 91-92 წლის გადატრიალება მე ხო ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ პოლიცია იყო ყველაზე დაჩაგრული, ყველაზე სხვათა შორის დილარ ხაბულიანი იყო. მე კარგად ვიცნობ დილარ ხაბულიანს. დილარ ხაბულიანი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ვერ უზრუნველყო ის, რომ პოლიცია ყოფილიყო, პოლიციის ღირსება, პოლიციის მუნდირი ყოფილიყო ხელშეუხებელი. და როდესაც პოლიცია დაკნინდა, ქვეყანაც დაეცა, ზვიად გამსახურდიაც დაემხო, იმიტომ რომ ვერც პოლიციამ დაიცვა და ვერც ვერ დაიცვა. ამიტომ პოლიციას სილას აწნი, შენ ამ დროს სახელმწიფოზე იღებ ხელს. ნუ ხელი აიღე სახელმწიფოზე.
ეხლა მოდი ევროკავშირზეც ვილაპარაკო. ევროპაზეც არა, გმირობა რომ მეანი. არა, ეს მაგაზე ვიტყვი, უბრალოდ ეხლა მინდა რომ აი ამ ბელა ზაქაიძის ერთი ჟურნალისტი არის, ბელა ზაქაიძე. მე ადრეც ვილაპარაკე მაგ ქალბატონზე და ეხლა მინდა ვილაპარაკო კიდევ. ესე იგი, ეს მზია ამაღლობელი, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? უყურეთ, არის მეტრი გახდა ჟურნალისტიკის ამის თქვენ საერთოდ ხო ეხლა უამრავ მედია საშუალებასთან თანაც არ ვიცნობ გაგიგიათ ეგეთი მზია ამაღლობელი კაცო ვერ გავიგე ყველა 2012 წლამდე ბოდიში და რაღაცას იმნაირ ეხლა სექსაობდით კაცო 2012 წლამდე 2012 წლამდე ის აგიიქალი რო გამოვიდა ამ ფერაძე 2012 წლამდეო მე იმიტომ არ ვაქტიურობდი რომ სექსით ვიყავი დაკარებებულიო მაგრამ იმ ქალს რო შეხედავ ეხლა ბოდიში და სექსით კი არა სხვა რამით ანანიზმით უფრო უნდა იყოფილიყო დაკავებული იმიტომ რომ მაგითაც ვერ იქნება ვერ ხო არ ვიცი ხა მაგალთა რომ სექსი მოგინდება მაშინ უნდა რა ვიცი რა უნდა დალიო იმდენი რომ ესე იგი მოგინდეს მაგალთა სექსი მაგრამ ერთი რამე არის რა აი ხლა უყურეთ რაზე ვლაპარაკობ ეხლა ესე იგი ამ ქალს მთელი ეს ჩვენი ჟურნალისტები როგორ არიან იცი თუ რაღაცა დასავლეთის ელჩმა გითხრა რომ შენ ეს არის გმირი ესე იგი უნდა იყოს გმირი ეხლა რო ადგეს საფრანგეთის ელჩი ეთნიკურად სომეხია მე სომხებს ძალიან დიდ პატივს ავცე მაგრამ რატო აირჩიეს ეს სომხები ძალიან ჭკვიანი ხალხია და თუ ძალიან გიდოდათ სომეხი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი აგერჩიათ ეს იდიოტი ქალი საიდან მოიყვანეთ კაცო ბოლო რა უბედურებაა ესა ბოდიშით რა მაყურებელთან, მაგრამ ახლა შეუძლებელია საფრანგეთის ელჩი ყველა დღე დადიოდა იმ გახსნილი ბუღალტერით ესე უყურებდა იმას რაღაცა სექსუალური არ ვიცი ახლა ძალიან ბევრი მომრავდა აი რაღაცა ლესბოსელი ქალები ამ პოლიტიკაში, ჟურნალისტიკაში, მაგრამ რატო უნდა ესწრებოდეს საფრანგეთის ელჩი, გერმანიის ელჩი მზია ამაღლობელის პროცესს, რომელმაც პოლიციელს სილა გააწნა. და ეს ახლა პირველი არხის ჟურნალისტები, რომლებიც მე იცით რა არის, აი დევალვაცია განიცადა ყველაფერმა. ადრე ზოგიერთს პატივს ვცემდით და კიდე მინდა გავიმეორე. რატო უნდა ყავდეთ დასაქმებული პირველ არხზე ის ხალხი, ვინც პოლიციელზე სილის გამწდელს, ესე იგი რაღაცნაირად თანაუგრძნობს. აი მოგასმენებთ ეხლა ადამიანმა, ეხლა კარგად ნახეთ ორჯერ გავამეორე მზია ამაღლობელის ვიდეო, როგორ ურტყამს ხელს აი ამ დგებუაძეს. სულ არ ვიცნობ ამ დგებუაძეს. მე რო ვიყო ეხლა მინისტრი გელაძე, ამ ბატონს დავაწინაურებდი ძალიან დიდ პოსტს მივცემდი, იმიტომ რომ რასაც ეს კაცი უძლებს, რასაც ეს წნევს უძლებს, არ ვიცი და თან როგორი პროფესიონალი არის ეს დგებუაძე. აგერ გამოვიდა ეხლა ეს ბელა ზაქაიძე პირველი არხის მოქმედი ჟურნალისტია. კი, ვიცნობ. მეც ვიცნობ კაცო და ძალიან კარგი ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ იცით რა, ეხლა მე ბოდიში და ის რომ ადამიანთან ურთიერთობა მქონდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაპატიო რაღაცა. შვილი რო იყოს და შვილმა რო გააკეთოს, ის არ მჭირდება მე. იმიტომ რომ როგორ შეიძლება აი ესეთი რაღაცა იკადრო ადამიანმა ჟურნალისტმა რომელსაც რაღაც პრეტენზია გაქვს რომ შენ რაღაცა ადრე ვიღაცას ებძოდი გაამართლო ის რაც ჩვენ ვიხილეთ აი ნახეთ ეხლა ხმა რომ გმობ ძალადობას უკვე აღარ არის საკმარისი უნდა კონკრეტულად ვთქვათ და კონკრეტულად უნდა ვიმოქმედოთ უნდა გამოვხატოთ როგორც აქციებში მონაწილეობაში ჩვენი პოზიცია ასევე ჩვენს რეპორტაჟებში შეკითხვებში მაქსიმალურად მწვავე შეკითხვები უნდა დაუსვათ კონკრეტულ ადამიანებს რომლებიც არიან პასუხისმგებელი და ჩვენი მოქმედებებით უნდა გამოვხატოთ ჩვენი რეაქცია და არა მხოლოდ სტატუსებით რომ გმობ ძალადობას გაუსაძლისია უკვე ყოველდღიურად ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერებში ასისხლიანებენ, ძვლებს უმტვრევენ. ამის ყურება უკვე შეუძლებელია, წარმოუდგენელია და ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. მიუხედავად მე არ ვიცი იცით რა არის? მე რატო უნდა ვიხდიდე ფულს იმიში და თქვენს რატო უნდა ვიხდიდეთ ფულს, რომ აი მსგავსი ტიპის ადამიანები რომლებიც ხარს უჭერენ იმას, რომ საქართველოში პოლიციელებს თურმე სილა უნდა გავა, თან მოუწოდებს ხალხს გამოდის, რომ რატო უნდა ვიყოთო ჩუმად მარტო წერა არკმა წადი შვილო და დაეჭირე ფორმულას მიკროფონი და გააკეთე სიუჟეტი მაგ მზია ამაღლობელზე. მე რატო უნდა ვიხდიდე ფულს? ჩემ ფულს რატო უნდა ვიხდიდე იმაში, რომ ბელა ზაქაიძე დავასაქმო პირველ არხზე? გეკითხებით ერთი რა. რატო უნდა ვიხდიდეთ ფულს იმაში, რომ მაგალითად იქ პირველ არხზე იყოს რაღაცა შეკრების ადგილი აი ამ ლიბერასტებისა და აი ამ ადამიანების, რომ რა ხან რა შუაში ხა ჟურნალისტური სოლიდარობა. ეხა ჟურნალისტმა რო ადგეს და ბომბი რო შეაგდოს ტელევიზიაში ყარი უნდა დაუჭიროთ.
როგორც ეხა იმ ექიმის არ იყოს, ჩაიდინა კაცმა დანაშაული და ნახევარი ექიმები გაიფიცნენ. ბატონებო, მე არ ვიცი რა მე ერთი შეკითხვა მაქვს რა. აი, ვინც ამბობთ, რომ ამ და ამ პროფესიის ადამიანს არ უნდა შეეხოს კანონი. ჩამოწერეთ, რომელი პროფესიებია ასეთი, რომელიც არ ექვემდებარება კანონს. ჟურნალისტი არ უნდა დაიჭირო, ექიმი არ უნდა დაიჭირო. კიდე არ ვიცი ვინ არის, ვინ პოლიტიკოსი არ უნდა დაიჭირო. ჩამოწერეთ, სიარო ვიცოდეთ, რომ რომელი პროფესია არის ხელშეუხებელი საქართველოში. ხოლო ბორდელის მუშაკები. მე არ ვიცი, მე მახსოვს ძალიან ახალგაზრდა ადამიანი ვიყავი, სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე საბჭოთა ტელევიზიით, რომ პელეს თურმე სარჩელი ქონია სასამართლოში და პელემ წააგო. გაოგნებული ვიყავი, რომ როგორ შეიძლება რომ პელე რომელიმე მოსამართლემ თურმე ბრაზილიაში გაამტყუნა. ასე ყოფილა თურმე ასე ნორმალურ სახელმწიფოში პელე ხარ თუ გარინჩა ხარ თუ ვინც ხარ დააშავებ პასუხი უნდა აგო მაგრამ აი ამ ბელა ზაქაიძის და აქაური ჟურნალისტების რა მიკვირს როცა ევროპამ აი ბატონმა ნიკოლოზმა თქვა წეღან რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არისო და თავზე ლაფის დასხმა არისო რომ აი ამ ქალსო ამაღლობელსო მიანიჭესო გმირის წოდებაო მე პირიქით ვიტყოდი ევროპის თავზე ლაფის დასხმა გესმით თქვენ ორი გმირი გამოიყვანეს ორი ქართველი გმირი გამოძერწეს ევროპელებმა ცოტა ხნის წინ ერთი ეს არის გრიგორიადისი ლაზარე გრიგორიადისი რომელმაც პურის დანა მამას გაუყარა საჯდომში ერთხელ და წამოუვიდა სისხლი და წივილი და კივილი ატყდა და მერე გაწმინდა ეს დანა და მერე მეორე საჯდომში გაუყარა მამამის მერე კიდე გაწმინდა დანა ამ ლაზარე გრიგორიადისმა პური დაჭრა კალბასი დაჭრა იმ სისხლიანი დანით და მიირთვა აი ეს ევროპელებმა გამოიყენეს გმირად და მეორე გმირი გესმით თქვენ ჟანა დარკის ევროპამ რიჩარდ ლონგულის ევროპამ შარლ დე გოლის და აღარ ჩამოვთვლი ყველა ვინც კი არის ევროპაში გმირიც ძალიან ბევრი გმირია აი ამ ევროპამ ქართველი ქალი რომელიც აი წეღანაც თქვით არავის გაგონილი არ ქონდა ეხლა ტრაბახში გინდა ტრაბახში ჩავმართვით საქართველოს ყველა ჟურნალისტს ვიცნობდი და ვიცნობ ეხლაც პირველად გავიგე მზია ამაღლობელი როცა სილა გააცნა პოლიციას აი ეს ქალი ოფიციალურად ევროპამ აღიარა გმირად ეს არის ევროპის ფიასკო ეს არის ევროპის მზის ჩასვენება ეს არის დიდი სირცხვილი ევროპის აი მეტი რა ვთქვა არ ვიცი იმიტომაც იყო რომ მე სავსებით ვეთანხმები ამ ბოლო პერიოდში ხა მე ვიცით რა არის რასაც ეხა კარგს გააკეთებს ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი მე არ ვარ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან რომ ის არ შეუქო განცხადება თუ წერილი თუ კარგს გააკეთებთ ჩვენც ამაზე რეაგირებას გავაკეთებთ შესაბამისად. ეხლა თუ ცუდს გააკეთებთ, ბოდიში და არ გაგახარებთ კრიტიკის ხარცეთში მოგაგწევთ და რა ვიცი, ეხლა ვერ ვიტყვი რომ სულს ამოხდით მეთქი თარგამაძე ნამდვილად არა ვარ. მაგრამ ერთი რამე არის რომ აი ამ განცხადების პათოს მე ნამდვილად ვეთანხმები მეგობრებო. შალო პაპუაშვილი წერს რომ სანამ ბრიუსელი არ გაემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად. მანამ სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად. ეხლა როგორ შეიძლება რომ არ დაეთანხმო ამ განცხადებას მეგობრებო, იმიტომ რომ ეხლა აი ეს ამბები რო ხდებოდა, მე არ მომისმენია ერთი განცხადებაც კი ევროპელებისაგან. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას და ჩვენ ვხედავთ რომ აი ამ პროცესებს ედგა სათავეში სწორედ ევროკავშირი. ევროკავშირისგან ფინანსდება ეს ხალხი, ესე იგი როგორ ხდება ფულის მისვლა აქამდე. NGO-ს ურიცხავენ ფულს, NGO-დან მე ხდება გადანაწილება ამ ფულის ამ პოლიტიკოსებზე. ეს არის სქემა. და ამ სქემას ვერ გავიგე მარტო მე ვხედავ. ამიტომ არის რომ უნდა დაიხუროს და დაიკეტოს ყველა ეს NGO და ეს ტელევიზიები განსაკუთრებით რა. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ესე იგი მიდის ეს შტურმი და პირველ იმაზე ფლანგზე დარბის იქ გაფრინდაშვილი ეს პირველი არხის ჟურნალისტი
და დარბის იქა და მე არ ვიცი ეხლა ის ადრე ის ყავდა შევიწროებული ის ხარება. ეხლა ეს ახალი იმისი ახალი რო დაინიშნა ეხლა იმაზეა შეჩენილი. ვერ გავიგე წადი შვილო გაიჩინეთ რაღაცა შეყვარებული, ასაყვარელი გაიჩინეთ, ან ვინმე გაიჩინეთ, იქნება დაოკდეთ, იქნება დაწყნარდეთ, იქნება რაღაცა იმას აქვს ფროიდს ნათქვამი. არა, ფროიდს აქვს ნათქვამი, რომ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა იწვევს აგრესიასო და ეხლა ამდენი აგრესიული ხალის დაკმაყოფილებაც არც ისე ადვილი არის ბატონო და არა ძალიან ძნელია. ეგ უკვე ძალიან რთული საკითხია. არა ეხლა რო იყვნენ რაღაცა შესახედავად კარგი კიდე აიღებდა კაცი მაღაზე ხელს და რაღაცა აიღებდა ყველაფერზე ხელს და სამშობლოს გულისათვის თავს გაწირავდა, მაგრამ ეხლა ვერ გავიგე ხა ტერმა უყურა მაგათ რა საგიჟეთ და გამოვარდილებს გვანა. შეიძლება ეხლა ხალი გამოდიოდეს და ლაპარაკობდეს იმას, რომ ამაღლობელი არის წმინდანიო. რა გეკითხებით ეხლა შეიძლება ესეთი ქალმა ერთადერთი საგმირო საქმე ჩაიდინა ის რომ სილა გააწდა პოლიციას რა. აი მეტი რა გაუკეთებია ამას ერთი გეკითხებით კაცო ამ ქვეყანაში ყველა ცხოვრობთ სააკაშვილის რეჟიმი ძვინვარებდა ერთი კრიტიკული წერილი თუ დაუწერია. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გაუკეთებია. და ეხლა აბჯარი აისხა აგერ გაჩვენეთ ვიდეო ორჯერ დავატრიალე ეს ვიდეო პირველად ვნახე აი ესეთი ახლო დისტანციით იმიტომ რომ ეს ჩვენი ბოდიში და ეს სამთავრობო მედიები რა იმისი არ იყოს ის კინო რა თვითონ საჯიკებელი ხარო რა ის ფილმი რო არის აი ამარჯი რა უჯიკე ესენი ხო ვადიში აი ბოდიში იმის გარეშე გაკეთებულები ხართ რა ბოლო რა შეიძლება ამხელა ტექნიკა ქონდეს ჩვენ აგერ ორი კაცი ყავს ამ ტელევიზიაში და რაღაცა ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას ბოდიში და მახაც იყრით ერთ ადგილას თუ რა უბედურე ადექით მონახეთ ეს პირი აჩვენეთ საზოგადოებას რო გეხართ იქა და არაფრის გამკეთებელი რო ხართ მართლა შეიძლება საზოგადოებას რომელიცაც ეუნებიან ზია ამა აჩვენეთ ესა მე ვნახე კაცო ეს ბათუმელების გაკეთებული ეს ვიდეო გადაღება ქალი ეუნება კაცი ეუნება რომ ისაო რაღაცა ელაპარაკება მიდის მოკაჭა ისა თან ხმა ისმის იცი რა ეს იცი რატო არის მტკიცებულება ამ კაცის უდანაშაულობის დამადასტურებელი რომ ხმა ისმის ჩვენ გვანახეს მარტო უხმო ეს ჭკვიანი რო ყავთ ამათ რა ქვია პრესსამსახურები ბოდიში იმითი რა ქვია პოპომადას რო ვერ გააგდებინებ და ბოდიში ერთ რაღაცას კიდე ვიღაცეების ისეთი პიარშიკები რო ყავთ იმიტოა თქვენი საქმე კარგად ხო არ შეიძლება კაცო მე ვიმუშაო ამ ყველაფერზე მე ახლა კიდე ერთხელ ვიმეორებ მართლა ამ კაცზე შემტკივა გული ამ გებუაძეზე რა იმიტომ რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა კაცო რა უბედურება რა არის ახლა ეს ამის დადასტურება ხო შეიძლება რომ აჩვენო აი ეს და ეს და ეს ხო ნუ ახლა წმინდანს რო ეძახი ახლა ყველაფერი ეს არის მართლა წითელი ხაზები წმინდანს რო ეძახი მაგრამ რა არის ძვირფასო ტელემაყურებლებო გასაკვირი იმის მერე რომ უჩა აბაშიძე ვინმე უჩა აბაშიძე ყველა მიცით ცოლს რო აქირავებდა და ფარული კამერა ქონდა და ცოლს უღებდა და მერე ფულს აკეთებდა ამაში ის აღიარეს სინდისის პატიმრად გესმით უსინდისობის აპოთეოზი აი ეს უჩა აბაშიძე ვიღაცა არის სინდისის პატიმრად აღიარებული და ბზია ამაღლობელი თურმე ყოფილა წმინდანი და არ ვიცი კიდე ვინ აკყავთ ერთი წმინდანები გამოდით რა ერთი ის ვიცი რომ სააკაშვილის სურათებს დაათრევთ ჯიბით ამოიღებთ პერიოდულად კოცნით მერე ისევ შეინახავთ მერე ისევ ამოიღებთ მერე ისევ კოცნით ეგ ვიცი რომ მაგას აკეთებთ მაგრამ კიდე რამდენი წმინდანი ყავთ გამოდით და თქვენი წმინდანების სახელები და გვარები ოფიციალურად გამოაკარეთ რომ ვიცოდეთ ვინ არის თქვენი წმინდანები მე წმინდანები ვიცი მართლმადიდებულ ეკლესიაში რომ შევდივარ იქ ვიცი ვინ არის წმინდანები და დანარჩენი მე წმინდანი არ გამიგია და თქვენ თუ ვინმე წმინდანად აღიარეთ და იყავით ილოცეთ იმ ადამიანებზე რა გითხრათ აბა სხვათა შორის სააკაშვილის მუზეუმში მისი ნახმარი ბოტასებს რო ეძახით ის ბოტასები დევს და ბევრი ქალბატონი ვიცი მიდის სუნავს ყნოსავს კოცნის ამ ბოტასებს და ერთმა განაცხადა რომ სიმსივნე მქონდაო და მომირჩინაო სააკაშვილის ბოტასებს რო ვაკოცნო ერთი ქალი იყო გამოვიდა და თქვა სიმსივნე მომირჩინაო ეს შეიძლება სააკაშვილის ბოტასებს ორჯონიკიძე ხო არ იყო არა
მაია ორჯონიკიძე მაგათთან შედარებით ჭკვიანია, როგორ გეკადრე. აი რას ლაპარაკობ, მაგათთან მაგარ ლოგიკმინოს 10 რა უნდა გაიკეთო სოფის კაცო რა უბედურება. არა, მაია ორჯონიკიძე არაერთხელ მეჯდა მე პოლემიკაში. მეც მეჯდა და კიდაღა მიკმინა კაცო რა უბედურება. ეხლა მაგად რაც მე გავლილი მაქვს ეს მართლა ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ გიჟებთან ვდარ ვარ რა უბედურება და იმის მერე მაგათთან როგორ დავჯდები, მაგრამ აი ამაზე მინდა ბატონო სოსო თქვა. აი ამ ჩვენი შესანიშნავი ქართული ფილმი არის ეს ნატრის ხედა. აი არ ვიცი შეესაბამება ამათ ლიდერებს. აი შემოლაწუნება გჭირდებათ მართლა თქვენ საცოდავებო თქვენ რა. ვიშველე ოხოხინე მღდელო. ვიშველე შენი მუხლები ხირიმე. რა გინდა ქალო? ერთი ორი შემოულაწუნე ამ ჩემბიქსა. შემოულაწუნე. ვერ გაგატარე. სანამ არ შემოულაწუნე. რა ხედავ ხალები დაგაებული მაგ რითი გაულაწუნა? ფეხითა, რითი გაულაწუნა? აი ქათამი მოგიყვანე, ხელფარიანი კი არ მოსულა. მოდი აგუჭა შენა. მოდი. Вот, дайте сам. Намди. Момия катами. Ай титави. არ გაულაწუნო ხელში მოგიბრუნებს. Я. Да, херти маса. არი ქალამო. ხომ გითხარი ხელში მოგიბრუნებს მეთქი. გაუკეთე რა. სიგეთეა. მოჩვენება რა. ეს იცი ვის შეიძლება გუბაზა სალიკიძეს რო შემოვალაწუნებინო და მისშვილ იქნება რამე ეშველოთ რა ორივე არიან ასეთ წონაში აი გუბაზი და გინდა ქათამი უნდა მიუყვანო ბატონო გუბაზა შეიძლება აღარაფერი ეშველოს მაგრამ ის ბიჭი მაინც გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭია გული მაინც ეხა მე არ ვარ შეცით რა შორს ვარ იმაზრისგან ერთი გამოვიდა კაცო და ესენიო თუ არ უნდათო წავიდნენ ეხლა ხო ეგრეც არ შეიძლება ეს ხალხი არის ჩვენი მოქალაქეები ეხლა იმ დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა ეხლა ფაქტი ერთია რომ იმ აქცია ეხლა ქართველები გავყაროთ და უცხოტომელები შემოვიყვანოთ მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ ამ ხალხსთან გვექნება შესაბამისი დიალოგი აუხსნით რომ შეცდენილები არიან ეხლა ლიდერებზე არ მაქვს საუბარი ჩვენ შეიძლება ესენი მოვაბრუნოთ ჭკუაზე იმიტომ რომ ეხლა ამდენ ქართველი ჩვენ არ აყვავს დასაკარგი ნამდვილად და ეს ლევანა სანიკიძეს კაცო იქნება ვიღაცა ღვთისმიერმა მართლა შემოულაწუნოს და იქნება ჭკუაზე მოვიყვანოთ იმიტომ რომ კაცი ისეთი აბღუიალებს თვალებს ან რაღაცა დავაქორწინოთ იქნება რაღაცა ვეცეწიოს იქნება დაწყნარდეს ხო თქვი ეს სექსუალური მილიონი მამამისი ეძახის მილიონი არ ვიცი რა იზაო რა ქვია იმ დღეს იძახდა რომ ის იძახდა კაცო პაატა ბურჭურაძე რომ მეო 9 მილიონი უნდა ვიშოვო და 9 მილიონის მაგრა 9 წელი იშოვა აგერ აი 9 მილიონი მოთხოვა ბიზნაევანიშვილი ხო და 9 მილიონის მაგივრად 9 წელიან აგერ 9 წლიან საჯოს ეხლა ბაშვება ეთამაშება ეხლა არ გავიმეორებდა ბიზნაევანიშვილმა სამი თითის კომბინაცია უჩვენა ბატონ ბურჭულაძეს გამოაგდო თავისი რეზიდენციიდან და გამწარდა 9 მილიონი როგორ არ მომცაო ბიზნაევანიშვილმაო და ეხლა აი თქვენ რომ ამბობთ ბატონო ნიკოლოზ რომ იქნებ ზოგიერთი მობრუნდეს აქეთკენო ანუ აქეთკენ როგორ ნორმალურ სახჭვაზე დადგეს ამის საფუძველს მაძლევს მე იმედი მაქვს ამის საფუძველს მაძლევს აი მიტინგზე წერა რო გითხარით ძვირფასო ტელემაყურებლებო მიტინგზე რო ერთი ახალგაზრდა გამოვიდა აი ამ სასახლის შტურმის შემდეგ აიღო მიკროფონი და თქვა ხალხო რა არის ესო სახედრები ხო არა ვართო ზევით ქვევით რომ დაგვატარებენო აღმადაღმაო მე იმიტომ გამოვედიო ამ მიტინგზე რომ მეგონაო რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდაო და ეს რა დღეში ჩავარდითო ეს რა ხდებაო ანუ ერთი ახალგაზრდა და კიდე რამოდენიმე ალბათ ჭყვაზეც მოვიდა იმ სასახლის პრეზიდენტის სასახლის შტურმის შემდეგ და იქნებ კიდე მოვიდეს ბევრი ჭყვაზე მოვიდეს საგონებაზე დაბრუნდეს და ჩვენ სადაგვყავს მართლა ლექსი რო არის დასაკარგი ქართველი დასაკარგი ქართველები ჩვენ არ აყვავს 1,200,000 ისედაც გასულია საქართველოსთან და ახლა კიდე აქედან ხალხი გავიდეს და თუმცა აი ეს რამოდენიმე გიჟი აი ადვოკატები პირდაპირ აცხადებენ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არის ფსიქიკურად შეურაცხადიო საგიჟე უნდა აშენდეს როგორც დაანგრია მიხელ სააკაშვილმა ასათიანის ქუჩაზე ყოფი საგიჟე მე სანამ დაინგრეო და ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი იყო იქ დირექტორი დავით ზურაბიშვილი მივედი და დავით ზურაბიშვილს ველაპარაკე ანგრევენო ბატონო სოსო ამ საგიჟესო მე ავლიპის შვილიშვილი ვარო
აგრევენ ამ საგიჟებსო და ეს ამოდენა პაციენტები სად უნდა წავიყვანოთო? სად უნდა წავიყვანო და აჰა, გამოდიან ახლა ქუჩაში და რეებს აკეთებენ, ხო ხედავთ? ის ქალი მაინც ასაკოვანი ქალი, ქვა რო აიღო და ქვის სროლა რო დაიწყო. ის მართლა გიჟია, აბა ნორმალური. არა, ესენი აი შეხედეთ ბატონო ჩემო, აგერ როგორ იქცევიან საერთოდ. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ იცით რა არის, თუ ჩვენ დროზე არ გვექნება რაღაცა გარკვეულწილად აი დიალოგი, რაღაცა ამ ესენიც კიდე ეს ტელევიზიებიც აგიჟებენ ამ ხალხს რა, იმიტომ რომ ეს მედია საშუალებები უწყობენ ფსიქოს ამ ადამიანებს. და ჯერათ მაგ მედია არა, იცით რა არის, ხა მედიაც შეუძლია ძალიან დიდი გარკვეულწილად როლი ითამაშოს ადამიანის ფსიქიკურ გარკვეულ პრობლემების შექმნაში, იმიტომ რომ პირდაპირ ესე იგი დღე და ღამე, როდესაც ეს სააგიტაციო მანქანა ჩართულია, ეს შავნოდარა რო დაჯდება, იქ რო ფეხზე გადაიდებს და რო დაიწყებს იმას, რა ქვია, რომ ეს შემოკრებილი რო ყავს ეს ჟურნალისტები ადრე მკითხავებთან რო დადიოდნენ და დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ აი ქვეყანა ინგრევა, რომ ეს ისა, ესა და მე ეს აყვება ამ ჯანგირაშვილის ცოლი იქ აქუ გამოვა. ერთი მაინტერესებს ეს კადრები არ იწვისო, რა თქვა მე. ერთი აი სანამ აი ეს კადრები შემორჩენილი. ამ აქუბაც ვერ იშოვა ეთყობა ფული, თორე ესე არ იქნებოდა. გახსოვთ ალბათ ბიძი და ივანიშვილი რომ იბრძანდა იქა მათ კავკასიაში. იმისი არ იყო სააკაშვილი. ეხლა არ მოგწოთ ხო ნაციონალ სააკაშვილი ხო და ეხლა არ მოგწოთ ხო ის ადამიანი. აი ხა უყურეთ. მაშინ ხო მოგწოდათ რომ მოდიოდა თქვენთან. Marcos Mueshamle 50 წელს და მილოცავთ. დიდი მადლობა ჩემო. აი გადასარევები ხარ. დიდი მადლობა. ხოდა ნინო აქ არის მაგრამ მადლობა. დიდი მადლობა. აი პოლიტიკურ რამე როგორ არის? ჩემი აქტივია ისა. და ამდა მომდა დიზაინი ყველაფერი ვიდეოს გაკეთებულია. ეს ფილოსოფია ჩვენს მოსულზე პირველ სასტუმრო ლონდონი იყო ეს ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო ძველ თბილისში. რუსეთის იმპერიის 10-ში შედიოდა საუკეთესო სასტუმროები და ეხლა ძალიან ძიმედია. იქით ეს იყო ებრაელის აშენებული სომეხმა არქიტექტორი პატერია გარედან ორნამენტებია აღმოსავლური გამოყენებული ებრაელი აი ხა იცით რა არის, მაშინაც რომ ბატონ ბიძინას არ ყავდა შესაბამისი მრჩევლები, თორე აი ამ თრიალეთის კოდალასთან და აი ამ ბოდიში აქუსთან მისვლა არც მაშინ შეიძლება და ეხლა ხო არ შეიძლება. ეს ის ხალხი არის, სწორედ რომ დააჭერინეს ადამიანები, რომლებიც რაღაცა რწმენისთვის და ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ და აი ამ თრიალეთის კოდალამ რომელსაც ვაშკაცობაზე აქვს პრეტენზია ადგა და ბოდიში და ხალხი დააჭერინა, უდანაშაულო ხალხი. თან ესე ადებდნენ ხელს, აი ეს იყო ეს იყო ხო. და აი მე ვფიქრობ, რომ აი რამდენი იქ კიდე წმინდა ხუხა და ჭყალებში ოღონდა, აი ეს ხალხი შეკრებილები, ჯანგირა, მანგირა და ესენი. აი მაგიტომაც წავიდა საქმე ცუდად. მე იცით როდის ვიგზენი, რომ ამათი საქმე ქართულ ოცნებაში პრობლემები იქნებოდა? აი ყრილობა რო ჩატარდა იქა პირველი ფილარმონიაში და იქ რო ის დავინახე რა ქვია რატია მაღლობელი იქ რომ დაიწყო წაყვა რატია მაღლობელი და რესპუბლიკელები იყვნენ თავარი ვიოლინო რო იტყვია წამყვანი ხო რატია მაღლობელი იყო აი ხა კაცი რომელიც ბოდიში და უნიტაზის პოეტად არის ცნობილი მთელ საქართველოში აი ეს იდგა იქა და მიიყავდა ესა და იქ ისეთი შემადგენლობა იყო აი ამიტომაც არის რომ იცით რა არის რომ ადამიან არასწორი რჩევები მიმცემი ადამიანს შეუძლია დაღუპოს ყველაფერი კი რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რჩევლად ვინ აკყავს და ეხლა ვნახეთ ეს ამაზრზენი კადრები ძვირფასო ტელემაყურებლებო როგორ წელში მოხრილები კოცნიან აკუბარდია და მისი მეუღლე ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს და აი ნათქვამი რო არის იუდას კოცნა აი ეს იყო იუდას კოცნა, რაც ეხლა ჩვენ ვიხილეთ. და ასევე წეღანაც ქონდა ლაპარაკი, როგორ უჯერებენ ამ მედია საშუალებებს ეს ვითომ ამბოხებულები და შვიდობიანად დამამხობლები. მე მინდა გაგახსენოთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო საშუალებას. გებელსი ამბობდა,
მთავარი იდეოლოგი ფაშიზმის ის ამბობდა რომ მომეცით საინფორმაციო საშუალება და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტათო და კიდევ ნაპოლეონის სიტყვები მინდა გაგახსენოთ თქვენ ჩემზე კარგად იცით ძვირფასო მაყურებლო მაგრამ მინდა გაგახსენოთ 50 ზარბაზანზე მეტათო ერთი გაზეთის მეშინიო ну მოგეხსენებათ ნაპოლეონის დროს ტელევიზია არ იყო მაშინ გაზეთი იყო აი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ საინფორმაციო საშუალებას აი ეს ძალიან დიდი და ძალაუფლების მქონე ადამიანები გებელსი და ნაპოლეონი ისე რომ აი ეს ნაცვიზიები რო არიან ნიშავიზიები დავარქვით ჩვენ მაგათ და სხვათა შორის ჩემმა მეგობარმა გოგა ხაინდრავამ ტელებორდელები უწოდა ძალიან კარგი სახელი უწოდა ტელებორდელები აი რო ჩავთავ ხოლმე არ ვთავ საერთოდ მაგრამ ხანდახან მიწევს გადართვა რო გადავთავ ხოლმე ტუალეტის შუნი მცემს აი ტელევიზიებიდან რა ისეთ სიბინძურეს აფრქვევენ პირიდან. გაიხარეთ ბატონო სოსო, დიდი მადლობა. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო დღეს ამოიწურა. მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შადბერაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა ბატონო სოსო. მადლობა თქვენ, მადლობა ტელემაყურებელს ყურადღებისათვის და დიდი მადლობა გამშვიდობის. კაი. ჩვენ შევხვდებით ხვალ ერთმანეთს, ხვალ ძალიან საინტერესო დღეგველის თქვენ კარგად იცით რომ ხვალ არის უდიდესი დღესასწაული სვეტიცხოვლობა მცხეთობა მინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ ეს დღე ხვალ ასევე მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ხვალ საქართველოს ნაკრები ეთამაშება თურქეთის ნაკრებს ეს არის გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენთვის ვერ მოგების შემთხვევაში ყველანაირ შანსს გვარგავთ და იმედია რომ აი მუსახურ თამაშს რომელსაც ჩვენ უყურეთ ესპანეთთან რაღაცა გარკვეული რეაბილიტაციას ვიხილავთ ხვალ. კარგად გზამდებოდეთ, შევხვდებით ხვალ 9 საათზე ერთმანეთს.